მოგესალმებით ჩემო უწესებოთა მადლობით მინდა დავიწყო მადლობა ყველას ვინც არხი გამოიწერა ვინც დამიკომენტარა ყველას მადლობა და მადლობა კიდევ იმისთვის რომ ძალიან გაგებით ეკიდებით იმ ფაქტს რომ არის საჯარო გაშლა და ყველასთან ყველაფერი რეზონირებაში არ იქნება ჩემო უწესებო ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ და მე ვფიქრობ რომ ჩემმა მაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის უბრალოდ რაღაც მინიშნებებს ყველა მაინც იპოვის ამა თუ იმ გაშლაში და რაღაც მაინც იქნება სასარგებლო მე ვფიქრობ ხო მინდა ახლა გავაკეთო ასეთი გაშლა რომელიც ეხება ფინანსებს ფინანსურ ენერგიებს ჩემო ძვირფასებო გავაკეთებ ორ ვარიანტზე გავაკეთებ გაშლას პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი აირჩიეთ ვარიანტი ნახოთ როგორია თქვენი ფინანსური არხი ამ მომენტისთვის რამდენად გახსნილია თუ დაბლოკილია და რა უშლის ხელს ნახოთ ხო ჩაიფიქრეთ ვარიანტი მე კი დავიწყებ გადავდებ მეორე ვარიანტს რომ არ დაიბნეთ და არ აიფიქროთ რომ შეცდომით უყურებთ ვარიანტს ამიტომ პირველი ვარიანტი ვიც ჩაიფიქრა ნახოთ კონცენტრირდით საკუთარ თავზე და ვნახოთ ამ მომენტისთვის როგორია თქვენი ფინანსური არხი, როგორ ენერგიებში, როგორია ფინანსური ენერგია თქვენთვის. პირველი ვარიანტისთვის ვნახოთ, როგორია ფინანსური ენერგია პირველი ვარიანტისთვის, ჩემო ძვირფასებო. და ვნახოთ, აქ ამოვიდა თასის მეფე, ჩემო ძვირფასებო. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი ფინანსური ენერგია არის გახსნილი. ერთადერთი რაც ხელს შეიძლება გიშლიდეთ, არის თქვენი ზედმეტად ემოციური ბუნება და ის რომ შესაძლებელია ამისი თქვენც არ გჯერათ ჩემო კარგებო მაგრამ მე მინდა ნამდვილად გითხრათ ის რომ თქვენში არის ყველანაირი პოტენციალი იმის რომ ფინანსური ენერგია შემოდიოდეს ნუ საკითხია ერთი არის ის რომ არხი არის გახსნილი და ხელს არაფერი არ უშლის მაგრამ მეორე არის ის რომ თითოეული ჩვენგანი როგორ მოქმედებთ და როგორ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ მივიღოთ ხო ის რაც გვეკუთვნის და რაც არის ჩვენი. მოდი ვნახოთ რა ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს ახლა გახსნილია საკმაოდ რესურსი გაქვთ თქვენ იმისთვის რომ ფინანსური ასე ვთქვათ შემოდინება იყოს თქვენს ცხოვრებაში ერთადერთი ფაქტორი კიდევ ვიტყვი შესაძლებელი არის ის რომ გახსნილი კი არის მაგრამ რაღაცნაირად ვერ ახერხებთ ფინანსების დაჭერას, ასე ვთქვათ, ფინანსები როგორც შემოდის, შესაძლებელია ისე გადის და აი ეს ფაქტორია ერთადერთი თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ რა არის რა ბლოკავს თქვენი ფინანსების გაჩერებას. ანუ იმას რომ ხელში რაღაც დაიჭიროთ, ხო? რა არის ის რაც ბლოკავს თქვენს ფინანსურ სტაბილურობას, ასე ვიტყვი მე. სტაბილურობას, იმიტომ რომ რესურსი გაქვთ, ფინანსები შემოდის, მაგრამ რატომღაც ხელში დაჭერას ვერ ახერხებთ. მოდი ვნახოთ სწორედ რა არის მიზეზი ამის, რატომ ვერ ახერხებთ ფინანსების ხელში დაჭერას. მოდი ისევ ამ დასით გავაგრძელებ და თუ შეჭირდება დავაზუსტებ და მოვიშველიებ სხვა დასას. რა არის ის ფაქტორი, რაც ფინანსების ხელში დაჭერას გიშლით ხელს, ხო? რა არის შემაფერხებელი ფაქტორი, ჩემო ძვირფასებო და ну, აქ არის აი როგორი მომენტი ამოვიდა უზენაესის სამსჯავრო. შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი, იცით როგორი მომენტია. შესაძლებელია გაქვთ ვალი პირების, არ ვიცი, ან წინა ცხოვრებაში, ან წარსულში და საერთოდ უზენაესის სამსჯავრო არის როგორც კარმა, ხო? რასაც ვთესავთ, იმას ვიღებთ, ასე ვთქვათ. გავდივართ როგორც ასე ვთქვათ, უფსკრულის ბილიქზე, ხო, უფსკრულის ბილიქზე და არ ვიცით, როდის ჩამოიშლება მიწა ჩვენს ფეხქვეშ. შესაძლებელია ეს იყოს იმის მიზეზი, იმიტომ ვერ იკავებთ თანხას ხელში და ფინანსებს, რომ შესაძლებელია წარსულში, ან არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აქ არის მიზეზ შედეგობრივი საკითხი, ხო? შესაძლებელია ან თქვენს წინაპრებს, არ ვიცი, რაღაც ვალი გქონდათ, რომელიც შესაძლებელია გადაუხდელი დაგრჩათ და
სწორედ ეს ფაქტია ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ფინანსებს ვერ იკავებთ ხელში, ხო? ანუ ის მომენტი, რომ აკი არის თქვენ ცხოვრებაში ფინანსები, მაგრამ ფაქტიურად ეს ფინანსები მიდის, რომ იტყვიან ისე, რომ ვერ ახერხებთ რაღაცნაირად ამოისუნთქოთ და სირთულეები შესაძლებელია გაქვთ რაღაც მომენტებში ფინანსური, ხო? კი, აი ის დავაზუსტე და ამოვიდა ისევ იუსტიციის არკანი. ეს არის კარმა, ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენი ფინანსური ნაკადი ნაკადს პრობლემა ექმნება და ვერ ახერხებთ იმიტომ დაჭერას, რომ წარსულთან არის დაკავშირებული, წარსულქმედებებთან. კარგად დაფიქრდით, რა იყო თქვენს წარსულ ცხოვრებაში, განვლილ ცხოვრებაში. შესაძლებელია იყო ბალანსია დარღვეული ერთი სიტყვით და სანამ ეს ბალანსი არ აღდგება, თქვენ არ არის გამორიცხული, რომ იყოთ აი ამ სიტუაციაში დასტის წირსეც ნახეთ ორიანი პენტაკლი და დაკიდებული კაცი. სანამ ეს ბალანსი არ აღდგება, არ გაწონასწორდება. არ ვიცი, ან თქვენ ხომ არ შესაძლებელია იყო ასეთი რამ, რომ ვინმეს სჭირდებოდა დახმარება თქვენი მომენტში შესაძლებელია წარსულში გქონდეთ საშუალება და ვერ დაეხმარეთ, ან რაღაც მიზეზების გამო, ხო? და არ ვიცი, დღევანდელ თქვენს ფინანსებს ბლოკავს წარსულში დაშვებული რაღაც შეცდომები, რომელსაც შესაძლებელია დღემდე იმგით, ასე ვთქვათ. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვა. მოდი ვნახოთ, რა უნდა გამოასწოროთ იმისთვის, რა უნდა გააკეთოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვისწორდეთ, რა უნდა გააკეთოთ, ხო? იცით როგორი მომენტია საჯარო გაშლა და ყველასთან შესაძლებელია სხვადასხვა ფაქტორი იყოს, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ აი ისეთი არკანები ამოვიდა, რომ სხვანაირად არ შემიძლია. ნახოთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მდგომარეობა თქვენი შეიცვალოს უკეთესობისკენ. ნახეთ, განდეგილის არკანი. საკუთარ თავში კარგად ჩაიხედეთ. საკუთარ თავში კარგად ჩაუღრმავდით. ეს რაც მე ვთქვი, აუცილებლად იქნება. შესაძლებელია ამ მომენტისთვის ან ვერ იხსენებთ. ან შესაძლებელია კონკრეტულად თქვენ არ გიკავშირდებათ, მაგრამ უკავშირდებათ თქვენს მშობლებს, თქვენს წინაპრებს, ხო? აქ არის წარსული კარმა ერთი სიტყვით. და ეს ამ ყველაფრის გამოკვლევა, ჩაღრმავება საკუთარ თავში, გაცნობიერება არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ამ მომენტისთვის თქვენი, რაც უნდა გააკეთოთ, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა შეიძლება რომ გააკეთოთ, რა შეიძლება კიდევ რომ მოიმოქმედოთ, იმისთვის რომ ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ, რა შეიძლება რომ მოიმოქმედოთ კიდევ. ხო, სხვანაირი კუთხით უნდა დაინახოთ ყველაფერი. ყველაფერი სხვანაირად უნდა საკუთარი თავი უნდა ეს თქვენი შეხედულებები, თქვენი წარმოსახვა სრულიად სხვაგვარად უნდა შეაბრუნოთ და კიდევ შესაძლებელია რაღაც მსხვერპლი გავიღოთ იმისთვის, საჭიროა საკუთარი რაღაც მსხვერპლის გაგება ეს დადებით ჭრილში, ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია რომ დათმოთ რაღაც მნიშვნელოვანი თქვენთვის რაც არის და შემდეგ აი როდესაც ამ ყველაფერს გაიაზრებთ და ყველაფერს სხვა თვალით გვერდიდან შეხედავთ და რაღაც თქვენთვის რაც მნიშვნელოვანია, ხო, იმას მსხვერპლად ასე ვთქვათ გაიღებთ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება უკვე. კი. ნახეთ როგორი მომენტია. ყველაფერს რომ უკვე გაანალიზებთ, მიხვდებით და ნახეთ სამყაროსგან რაღაც ახალ შანსებსაც მიიღებთ, ჩემო ძვირფასებო. სამყარო რაღაც ახალ შანსებსაც შემოგთავაზებთ, რაც თქვენ ამ ყველაფერს გაიაზრებთ, გაანალიზებთ და მიხვდებით, სად დაუშვით შეცდომა, ან ვისთან დაუშვით შეცდომა, უკვე შემდეგ ყველაფერი მოვა ის სიცხადე გონების და უკვე ყველაფერი დადგება თავის ადგილას და თქვენი ასე ვთქვათ ეტლი დაიძრება
და კი მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის არის შეჩერებული, დაიძვრება და ასე ვთქვათ, დაიწყებს უკვე ფინანსური ნაკადის შემოსვლას თქვენს ცხოვრებაში. აი ეს იყო, კი, გაჩნდება რაღაც პერსპექტივები, გაგიჩნდებათ რაღაც სამოქმედო გეგმები. ერთადერთი თქვენ რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ არ მოიტყუოთ თავი და თქვენს თავში კარგად ჩაიხედოთ და კარგად ის ფესვები სად არის, მოიძიოთ სად გაქვთ დაშვებული შეცდომა, ან ვისთან გაქვთ დაშვებული შეცდომა, შემოძვირფასება. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტი, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაური პირველ ვარიანტო, რამდენად რეზონირდა გაშლა თქვენთან. მე გადავდებ პირველ ვარიანტს გვერდით და მეორე ვარიანტი. ვნახოთ როგორია თქვენი ფინანსური ნაკადი, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია. ვნახოთ როგორია თქვენი ფინანსური ნაკადი ამ მომენტისთვის, თქვენი ფინანსური ენერგია როგორია ამ მომენტისთვის. როგორია თქვენი ფინანსური ენერგია. ჩემო პირველ ვარიანტო, ანუ მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ან შესაძლებელია თქვენ გაქვთ რაღაც დაუბრუნებელი ვალი, რომელიც შესაძლებელია გადაუხდელი ვალი, რომელიც უნდა გადაიხადოთ ერთი სიტყვით, ეს მინდოდა კიდევ მე თქვა გამოვრჩა. აღარ მახსოვს თქვით თუ არა, მაგრამ აი ესეც გაითვალისწინეთ, რომ პირველმა ვარიანტმა შესაძლებელია ან თქვენ გქონდათ ვინმეს ვალი და არ დაგიბრუნებიათ ის ვალი, ან შესაძლებელია ან თქვენს ვინმე წინაპარს, ხო, დედას, მამას, რა ვიცი, ერთი სიტყვით, ძალიან სიღრმეში და ძალიან წინაპრებში ვერ წავართ და ვერ გამოვიკვლევთ ამას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ თქვენ თავადაც გქონდეთ რაიმე გადაუხდელი ვალი, შემოძვირფასებო და აი ეს იყოს კიდევ ერთ-ერთი მიზეზი. ნახოთ მეორე ვარიანტის ფინანსური ენერგია და ფინანსური არხი როგორ მუშაობს ამ მომენტში. აი თქვენ კი შემოძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შესუსტებულია და დახურულიც კი ფინანსური ნაკადი, რადგან თქვენი ფინანსური არხი ფაქტიურად არ მუშაობს, მუდმივად გიწევთ ძებნა, ერთი სიტყვით რაღაც ფინანსური რაღაც სახსრები საიდან მოიპოვოთ. ნახეთ, უდაბნოში მიდის კაცი, ეს არის კვერთხის პაშტა, ეძებს წყლის, ასე ვთქვათ, იპოვოს წყალი ერთი სიტყვით და ძალიან გიჭირთ ერთი სიტყვით თქვენს ფინანსურ არხს. შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური არხი დაკეტილია თქვენთვის და გამოდმებით, რომ იტყვიან გიჭირთ, ასე ვთქვათ, ძებნა რესურსის, სად მოიპოვოთ, როგორ მოიპოვოთ, გამოდმებით რაღაცის მოლოდინში ხართ და შესაძლებელია ისე გავიდეს დრო, რომ ვერ მიიღოთ ის რის მიღებაც გინდათ, ასევე შესაძლებელია ფიქრობთ, რომ დაგეხმარებათ ვინმე, მაგრამ ესეც ამაოდ მთლად მარტო ხართ ერთი სიტყვით და რომ იტყვიან ძალიან გიჭირთ და თქვენი ფინანსური ენერგია სულ სღაფავს, რასაც ქვია. მოდი ვნახოთ მიზეზი, რა არის მიზეზი, ამის მიზეზი. რატომ არის დაკეტილი, რა ბლოკავს თქვენს ფინანსურ ნაკადს, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო, რა ბლოკავს თქვენს ფინანსურ ნაკადს, რა ბლოკავს. შემოძვირფასებო, ნახეთ როგორი მომენტია. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს ფინანსურ ნაკადს ბლოკავენ თქვენი გარშემოყოფები. ვითომ მეგობრები ბრჭყალებში, ვითომ კეთილის მსურველები, რომლებიც გარს გახვევია, იმიტომ რომ ნახეთ, ამოვიდა ხმლის დედოფალი და სამიანი თასი, თქვენი გარემოცვა, ვისთანაც ყოველდღიურ შეხებაში ხართ. ეს შესაძლებელია თქვენს რაღაც გეგმებზე, თქვენს ჩანაფიქრებზე, თქვენს რომ იტყვიან რაღაც იდეებზე იმდენს ლაპარაკობთ და გინდათ რომ ყველას რაღაც გაუზიაროთ თქვენი გეგმების შესახებ, რას აპირებთ ან ფინანსების შესახებ, რომ პირდაპირ რომ იტყვიან ეს თქვენზე მოქმედებს როგორც შურის მომენტი აქ და ნახეთ, ისე მთვარის არკანი ამოვიდა, ნეგატიურად მოქმედებს ეს ყველაფერი თქვენზე.
შეიძლება ითქვას, რომ ენერგიას კარგავთ ერთი სიტყვით. ის თქვენი საქმე, ის რაც გინდათ რომ გააკეთოთ, ხო? თვალის შედეგად თქვენი ასე ვთქვათ, ვითომ კეთილის მსურველების, ვითომ რომ სიკეთეს გისურვებენ, ხო? სინამდვილეში ეს მათი მხრიდან მოდის დაფარული შური და ნეგატივით. შემოძვირფასებო, ნახეთ როგორ ფარულად გიყურებენ, როგორც ეს ქამელეონი, ხო? არც კი იმჩნევენ. შესაძლებელია თქვენ ამას ვერც კი ხვდებით, შემოძვირფასებო. იმდენად იცვლიან ფერს და იმდენად ვითომ კარგი უნდათ. შესაძლებელია რაღაც რჩევებსაც კი გაძლევენ ვითომ კარგ რჩევებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად დაისახება თქვენზე, ჩემოკარგებო. ნახოთ, აბა რა უნდა გააკეთოთ ამისთვის, რომ თქვენი ფინანსური შემოსავალი აღდგეს და ფინანსური არხი გაიხსნას და ფინანსები კარგად წამოვიდეს თქვენთან. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? მეორე ვარიანტის წარმოგიდგენთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? შინაგანი ძალა უნდა მოიკრიბოთ, ძალის არქანი. ინტუიცია, ასევე თქვენი ტაქტიკა, თქვენი ქმედება, რომ ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც აი ამ ქალმა მოათვინიერა. უხმოდ ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე თავისი, როგორ გითხრათ, იცით, შინაგანი ძალა გაქვთ თქვენ ისეთი, რომ აუცილებლად გამოგივათ თან თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებთ და აქტიური იქნებით, აუცილებლად გამოგივათ, აუცილებლად მიიღებთ შედეგს. უნდა დაამსხვრიოთ ის კედელი, რომელიც ამჟამად თქვენს წინ არის აღმართული. და როგორ უნდა დაამსხვრიოთ, რა უნდა გააკეთოთ კიდევ? არ არის გამორიცხული, რომ დაგჭირდეთ ოჯახის წევრის დახმარება, შემოძვირფასებო. ოჯახის წევრის დახმარება. ან დახმარება თქვენზე ასაკიანი პიროვნების ერთი სიტყვით. იმის მაგივრად, რომ თქვენ სხვასთან კი არ ილაპარაკოთ, ეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურთ, ოჯახის წევრების გარდა სხვა არავინ არ უნდა იცოდეს. შემოძვირფასებო, აი ეს არის რჩევა. თუ რაიმეს აკეთებთ, ისე უნდა გააკეთოთ ჩუმად, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ მხოლოდ, სხვა არავინ. არც სანაცნობო, არც სამეგობრო, არავინ სხვა, აბსოლუტურად. როცა უკვე საქმეს გააკეთებთ, მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ, რომ გაუზიაროთ სხვას თქვენი წარმატება, თქვენი რაღაც შენაძენი, თქვენი რაღაც წინსვლა. კი. ნამდვილად, რასაც ვიძახი, არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პარტნიორს, თქვენს თუ არ გყავთ პარტნიორი, ოჯახის წევრი, დედა, მამა, არ ვიცი, ძალიან ახლობელი ადამიანი, ვისაც ნამდვილად თქვენზე გული შესტკივა, შემოძვირფასებო, მხოლოდ მას გაუზიაროთ თქვენი რაღაც ჩანაფიქრები და თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილები და გეგმები და ისე გააკეთოთ ყველაფერი. როდესაც უკვე ყველაფერს გააკეთებთ და შედეგს მიიღებთ, მხოლოდ შემდეგ გაახმაურეთ ეს. აი ეს არის მეორე ვარიანტისთვის რჩევა, შემოძვირფასებო, მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდება. გამომეხმაურეთ. მადლობელი დაგრჩებით, ნახვამდის.